მოგესალმებით, მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ისეთი პრეტენზია, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ჩვენ გუშინ მარში ვიღებთ მოძრაობას, მათ შორის დაცული მოძრაობის წევრები, ჩვენი მარში შეუერთდა ტელევიზიის მარშს, ტელევიზიიდან წამოსულ მარშს. ამ მარში მოძრაობას იღებდნენ, როგორც ვიცით, სოციალისტური მოძრაობის წარმომადგენლები მათ შორის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხმა ჩაიდინა მართლა გაუგონარი რაღაც მათ ხელი გაარტყეს და მათ დახიეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბანერი, არამედ მათ პირდაპირ ამ თავის ქმედებით 100,000-ობით ნაცნობ მოძრაობის მომხრეს ხარდამჭერს საქართველოსთვის მებრძოლ იდეალის მიაყენეს შეურაცხყოფა. ამ ხალხს არ ესმის უბრალოდ არ იცის ეს ისტორია, ხო? გასაგებია ხა რომ თქვენ გაქოცდით შეიძლება 5 დღეა და 2 კვირაა და 1 თვეა და რო ლაპარაკობთ რომ თითქოს და ვიმე ხელს უწყობს ხოცებს ხმა მიეცით თქვენ. ანუ რამდენჯერმე მიეცით ხმა. მე ვიცნობ იმ ადამიანებს, ბევრს, ვინც მათ შორის იმ მარში იღებენ ხოლმე მოძრაობას და ამ ხალხს ანუ 3-ჯერ, 2-ჯერ აქვს მიცემული ხმა ხოცებისთვის და თურმე ნაცნობ მოძრაობა, რომელიც ებრძოდა ხოცებს და იძახდა რომ კიდევ ერთი რუსული სპეცოპერაცია იყო საქართველოს წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ნაცნობ მოძრაობის წინააღმდეგ, თურმე ჩვენ ვართ ხოცების მოსვლაში დამნაშავე და ხმა რომ მიცეს ხოცებს და რო ამართლებდნენ ხოცებს, ისინი არ ყოფილან დამნაშავე. აქვე მე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხს არ ესმის თქვენი მარშები ათეულობით კაცის გაშევდგარი, ასეულობით კაცის გაშევდგარი, კარგი იქნება, კარგი ხარს დაუჭერთ, მაგრამ არ ეყოფ ამ რეჟიმის დასრულებას, ამ რეჟიმის დასრულება არ გამოვა ნაცნობ მოძრაობის გარეშე. თუ ვიმეს გონიათ, რომ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის ნაცნობ მოძრაობის მომხრე და ვერც დაკითხვებზე სიარულით, ვერც ბიზნესების წართმევით, ვერც სამსახურიდან გაგდებით, ვერც ყოველდღიური ბულინგით, ვერაფერი ვერ უქნეს ამ ხალხს, აი 100,000-ობით ადამიანს, რომელიც მზად არის, რომ წინა ხაზზე იდგეს და სულ წინა ხაზზე დგას. ამ ხალხის გარეშე აპირებთ ივანიშვილის დამარცხებას და კარგად უნდა იცოდეთ, ერთი ვიდეოები ნახეთ, თუნდაც ჩემი მეც მაქვს გადაღებული ვიდეოები, ლაივ ვიდეოები, ვინ დგას ხოლმე წინა ხაზზე, როდესაც რობოკოპებთან წინ გავართ ხოლმე. თქვენი აზრით, აი თქვენ გახართ ხოლმე წინ? ერთი თქვენგანი არ მინახავს წინ? აი რობოკოპებთან წინ ერთი თქვენგანი არ მინახავს. სულ ნაცნობ მოძრაობის მომხრეებით განან ხოლმე რობოკოპებთან წინ. დიახაც ყველა ბრძოლისების ნაცნობ მოძრაობის მომხრეები არიან. სხვაებიც არიან ხოლმე, მაგრამ ძირითადად ეს ხალხია და ეხლა ვინც რომ გამოდიხართ და ვინც თავდასხმებში მიიღეთ მოძრაობა, მათ შორის ამდენად თქვენს სახეზე ხოცნობ, თქვენი მართლა გაკეთებული არ იქნა, არ მინახავს მე მართლა თქვენი გაკეთებული ნაბრძოლი, წინა ხაზზე ნაბრძოლი არ მინახავს, ის რომ ეხლა 5,000 ლარი დაგაჯერების რამდენჯერმე არ შეედრება იმ პრობლემებს, რაც აქვს ხოლმე თუნდაც ნაცნობ მოძრაობის მომხრეებს. და თქვენ არ გესმით ხალხო, ბოლო 12 წელზე მეტია რა რისი გავლა უწევს ამ ხალხს, ჩვენი პარტიის მომხრეებს, მაგალითად ჩვენ ყავს ძალიან ბევრი ისეთი მომხრე, რომელსაც უბრალოდ დაატოვებინეს ქვეყანა, ძალიან ბევრი ისეთი მომხრე ყავს, რომელიც პოლიტიკური პატიმარი იყო, ძალიან ბევრი ისეთი მომხრე ყავს, რომელიც 10-ჯერ, 12-ჯერ იყო და მეჯერ დაკავებული უმიზეზოდ, ზოგი არის დაყადაღებული, ზოგი სამსახურს ვერ იწყებს, 100,000-ობით ადამიანი არის დევნილი და ოღონდ თქვენ რა გონიათ, რის გამო არის დევნილი? ვიღაცის მიშას ეს კულტი კი არ არის მართლა პირიქით, ეს არის იდეალიზმი, ის რომ საქართველოსში განასახიერებს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი. ჩვენ იდეალისტი ხალხი ვართ. ვიღაცის თუნდაც იყოს დიდი პოლიტიკოსი, პიროვნული კულტი კი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პარტია, რომელიც არის იდეალების გარშემო გაერთიანებული. და ამ იდეალებს ვერ მიხვდებით თქვენ, იმიტომ რომ ზოგადად ვერ ხვდებით ისტორიულ პროცესს, რაც ქვეყანაში ხდება. ანუ ამ კაცმა ჭაობიდან ამოათრია ქვეყანა, პირველად შექმნა წარმატებული საქართველოს ქართული სახელმწიფოს პრეცედენტი. ეს არის ფაქტი, უბრალოდ დაუკვირდით. შეუმდგარი სახელმწიფო იყო, გადასახადები ვერ იკრიფებოდა და იმის მაგალითად რომ მადლობელი იყო თქვენ, დიახ, თქვენ თაობიდან გამომდინარე, სწორედ რომ მიშა მოგცათ ეს შანსი, რომ ყოფილიყავით, ასე ვთქვათ, თუნდაც უცხოეთში წასულიყავით, განათლება მიგეყოთ, აქ საერთაშორისო კომპანიების ადგილობრივ ფილიალებში გემუშავათ, შანსი მოგცათ, რომ ევროპასთან გქონოდათ მჭიდრო ურთიერთობები, მათ შორის ევროპარლამენტთან და ასე შემდგომ. ამიტომაც ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფიზიკურ ძალაზე და გამოხებებზე თუ მიდგა საქმე, ჩვენზე არც მეტნი ხართ, არც ჩვენზე ჯანზე ხართ და არც ჩვენზე მეტი გიბრძოლიათ და ძალიან დიდი ბოდიში და ქვეყანასთვის ბრძოლას ვერ გვასწავლით. ნაცნობ მოძრაობის მომხრეებს ქვეყნისთვის ბრძოლას ვერ გვასწავლით, პირიქით იქით ვასწავლით ძალიან ბევრს. და მართლა ეხლა ნერვები მოეშალა უკვე ყველას აბსოლუტურად ნაცნობ მოძრაობის მომხრეებს და თქვენ ეხლა ეგრე არ გეგონოთ, მართლა არ გეგონოთ, რომ რამე გაგიკეთებიათ ამ ქვეყანაში ისეთი, რომ აი სათქმელი გაქვთ ნაცნობ მოძრაობის მომხრეებზე რა. გუშინ სამწუხაროდ მე ვერ დავინახე ეს ფაქტი, სამწუხაროდ მოშორებით მოხდა ჩვენი მარშისგან, ანუ იქ რომ მოხდარიყო სათანადო პასუხს გავცემდით მართლა ამ ხალხს. პოლიტიკური პატიმარი მეტი რა არის, ეხლა გამოდიან კრემლში, გამოდიან პრესპიკერები და იძახიან, რომ ეს კაციო
ასეთი ხალხი პუტინი იძახის რომ მეტი სააკაშვილი აღარ გჭირდებაო და არ ვიცი მისი პრესპიკერი იძახის რომ აი სააკაშვილს რაც მოვა ეგ მოგივათო და მეტი პოლიტიკური პატიმარი რა გინათ ეხლა ამაზე მაღალი ხარისხის პოლიტიკური პატიმრობა არ არსებობს და ეხლა თქვენ თუ ეხლა კრემლის არ ებრძვით და რუსეთს არ ებრძვით და ვერ ხვდებით რომ რუსეთის პატიმარია ეს კაცი საერთოდ პოლიტიკაში რა გინათ ხალხო მართლა ვერ ხვდები ეს იგივეა არ ვიცი ეხლა როგორ გითხრათ ეხლა ფეხბურთში ეხლა ბარსელონა რო არ იცოდე რას თამაშობს და რეალი რო არ თამაშობს და არ ხოდეს დანახი თამაში ან თუნდაც ესეთი გრანდები და იძახდე რომ აი რაღაც ფეხბურთში ვერ ყვევიო თუ მაგას ვერ ერკვევი ხალხო რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და პუტინის პატიმარია მაგაში თუ ვერ ერკვევით აი რაში ერკვევით ეს მართლა ძალიან მაინტერესებს აი მართლა ვერ ხვდები რაში უნდა ერკვეოდეს ადამიანი რომელიც ვერ აღიქვამს 21 საუკუნეში თუ ვის ებრძვის წესიერად, იმიტომ რომ აი თუ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად არ მიგაჩნია და იცახი რომ აი მიშას პლაკატს აქ რა უნდა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ევროპული ინტეგრაციის პროცესს რა გზაქონი ამ ქვეყანაში ნაღდადაზე ახარ. ვერ ხვდები უბრალოდ ამ პროცესს რა აზრქონდა და თუ განხოცება გინდა, უნდა განხოცდე რეალურად. განხოცება რას ნიშნავს, იცი რომ ჩვენ კი არ უნდა გადავხედოთ ჩვენ წარსულს, თქვენ უნდა გადახედოთ თქვენ წარსულს. რუსებისთვის რო ხმა გაქვთ მიცემული და ბიძინა ივანიშვილისთვის, რუსეთის აგენტისთვის რო გაქვთ ხმა მიცემული და რო გეუნებოდით რომ რუსეთის აგენტიაო ეს კაცი თქო, თქვენ ხართ დამნაშავეები ხოცების მოთრევაში და თქვენ ხართ დამნაშავეები იმაში რომ ხოცები ბლატაობენ. თქვენ ხართ დამნაშავე. თქვენ მიეცით ხმა ხოცებს. თქვენ მოიყვანეთ ხოცები მართლობაში და ეხა თუ გინდათ რომ ბოლომდე განხოცდეთ და დავიჯეროთ თქვენი. მაშინ ადექით და თქვით რომ შეცდომა დაუშვითქო. ანუ შეცდომა დაუშვითქო, რუსულ ძალას ხარეთ დაუჭირეთქო და იქით ბოდიში გაქვთ მოსახდელი ნაციონალურ მოძრაობას და ნაციონალურ მოძრაობას რა ბოდიში აქვს მოსახდელი ეხა რო ვიძახდით რომ რუსები გვებრძვიანთქო და ხან იმას რო აფეთქებდნენ რა ქვია ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს რო აფეთქებდნენ ხან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტი რო დაიწყეს და არ ვიცი ნებისმიერ ყველა აბსოლუტურად აი არ ვიცი ხა ნებისმიერი მეთოდი გამოიყენეს ახლა სამხედრო მეთოდიდან დაწყებული ჰიბრიდული ომის კიბერშეტევები და ბოლოში ანუ ორი ოლიგარქი გამოიყენეს და ერთ-ერთმა ოლიგარქმა გაუმართლათ და ჩვენ ვებრძოდით ამ რუსებს ამდენი წლის მანძილზე ხა შეცდომებს უშვებდით რეფორმების გატარებაში ასე შემდგომ აკეთებდით რა თქმა უნდა კი ბატონო უშვებდით რაღაც შეცდომებს მაგრამ რა შეცდომების დაშვება და რუსის აგენტის ხელისუფლებაში მოყვანა ერთია ანუ როცა მოდიხარ და ფიზიკურად უსწორდები გასვლებულად მოძრაიან ადამიანს ბოლო-ბოლო ანუ რომელი ევროპა არის ეს რომ ანუ ადამიანს არ აქვს აზრის გამოხატვის უფლება ეხა იქ ვიღაცა რომ დამდგარიყო და საერთოდ არ ვარ სოციალისტი და მემარცხენე და ჩემ წინ რომ მოსულიყო ვიღაცა და დამდგარიყო და რაღაცა სოციალისტური ძალიან ცუდ მოგონებებს მიგვიწევს იმიტომ რომ მე მარქსიზმა დაღუპა ზუსტად საქართველოს და რა ჭირი იყო კომუნისტებსაკეთ ვიცი მაგრამ რო დამიდგეს იქ წინ ვიღაცა რომელსაც ეს სოციალისტური ბანერი ექნება გაშლილი ან რაღაცა ქარხნები მუშებს ან რაღაც ეწერება მსგავსი და თქვენი აზრით მე რა ფიზიკურად გაუსწორდები ან ნაციონალურ მოძრაობის რომელიმე მომხრე ფიზიკურად გაუსწორდება ჯერ აზრზე რო არ ხართ რა ხდება ამ რეგიონში საქართველოში წარმოიდგინეთ აი წარმოიდგინეთ რა უბრალოდ რა მართლა საქართველოში ამ ადამიანებმა ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებმა გარდა იმისა რომ ვარდების რევოლუცია მოხდინეს გარდა იმისა რომ რეფორმები გაატარეს ასევე ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებმა მათ შორის უკრაინაში იომეს, აი ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე უკრაინაში უბრალოდ იომა და შეეწირა რუსულ იმპერიასთან ბრძოლას და უცბად გამოდიან ეხა ვიღაც ხალხი რომელსაც წეღან არის განხოცებული და არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა სყვირიან და გონიათ რომ რეჟიმი დაანგრიეს. და ეს ხალხი რუსულ იმპერიას იარაღით ხელშიც ებრძოდა, იარაღის გარეშეც ებრძოდა, რევოლუციები აქვს მოხდენილი და თურმე უნდა გავჩუმდეთ და ეხა ვიღაცები რომ რაღაცეებს სყვირიან და თავი ხალხი რო კაცი რო გონიათ, ხალი რო გონიათ თუ რა ვიცი პროტესტანტი რო გონიათ, უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს. ესე არ გამოვა. არ გამოვა მე პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყნისთვის ნაბრძოლი, ჩვენ ყოველთვის სწორად აგვიქვით ისტორიული მომენტი და სხვათა შორის ბოდიში გაქვთ თქვენ მოსახდელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაციონალურ მოძრაობას კი არ აქვს ბოდიში მოსახდელი. ბოდიში გაქვთ თქვენ მოსახდელი, იმიტომ რომ მე რო რუსეთის აგენტისთვის ხმა მიმეცა, მე რო რუსეთის აგენტი ხელისუფლების სათავეში მეყვა ასე ვთქვათ, ყველაფერი გამეკეთებინა, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ან ჩემი მიერ მოყვანილ ხელისუფლებას და ჩემი ხერხარდაჭერ ხელისუფლებას. არის ბოდიში მოვხვდით ნაციონალურ მოძრაობას იქით, კაცო. რა თქმა უნდა იქით მოვხვდიდი ბოდიში ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის აზრს შევიცვლით და ძალიან ბევრი კოცი ვინც აქეთკენ გადმოდიან და ნაციონალურ მოძრაობას მე სხვათა შორის მე ძალიან ვაფასებ ამ ხალხს. აი ყველაზე მეტად ვაფასებ იმ ხალხს რომელიც მიხვდა რა შეცდომას დაუშვეს, ძალიან კარგად გაანალიზეს თუ ვის დაუჭირეს ხარი და რომ მიხვდნენ რომ მართლა რუსეთს აგეს დაუჭირეს ხარი და მართლა რუსეთი გვებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას და ივანიშვილის სახით და ივანიშვილმა ეს ხალხი მოატყუა და გადააგდო და მათ შორის დასავლეთთან კონტაქტები და პროდასავლური ძალები კამუფლაჟად გამოიყენა.
ეს ხალხი ამ ხალხს ვაფასებ, ვინც ბოდიში ხდის და ზოგი ეხა ჩვენი პარლამენტის ჩვენ პარტიაში რო გაწევრიანდა, ხო? ეს ხალხი რა თქმა უნდა ამ ხალხის წინამე მე არ ვარ, იმიტომ რომ შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას, ხო? მაგრამ ეხა ეს გაჯიუტებული ქოცები რო არიან, რომ მართლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლოზუნგების დონეზე რო რაღაცა ქუჩაში მარშებს აწყობენ, მხოლოდ ეს რო გონიათ სისტემასთან ბრძოლა და ნაციონალიზმის მომხრეს, რაც აქვს გაკეთებული ბოლო 12 წელი, ვერასოდეს აზრზე ვერ მოხვალთ რა აქვს გაკეთებული. ყველა არჩევნებზე დამკვირვებლები რო არიან ნაციონალიზმის მომხრეები, ისინი არიან ბრძოლის წინახაზე. ებრძვიან ხოლმე მათ შორის არ ვიცი ეხლა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლები და ეს ხალხი არის ხოლმე წინა ხაზზე ბრძოლის წინა ხაზზე არიან და წარმოიდგინეთ ეხლა ნაციონალიზმის მომხრეები რომლებიც იქ არჩევნების დღეს სასიკვდილო საფრთხეს თვალებში უყურებენ რომლებიც საკრებულოებში იბრძოდნენ და იქ საკრებულოებშიც მათ შორის ძალადობის ქვევრთნე იყვნენ არ ვიცი ჩვენი პოლიტიკოსები ბოლო მომხრეებიც არ ვიცი დამფუძნებელი ციხეშია არ ვიცი ლევან ხაბეშვილს რა უქნეს კარგად ნახეთ სხვა პოლიტიკური ფიგურებისთვის რეები გაუკეთებიათ დიმიტრი ჩიკოვანს ახალგაზრდული წევრებს არ ვიცი ძალიან ბევრი ჩვენგანს ანუ მათ შორის მე ეს ხა ჩემ თავზე ვიტყვი არ ვიცი რამდენჯერ ვარ დაჭერილი და რამდენჯერ ამდენი ტყვია მოხდა ერთ-ერთ აქციაზე და ესე არის ყველა ოღონდ მე ნაკლები ვარ ამ ჩემზე მეტნი არიან უმეტესობა კაცო და არ ვიცი ამ ხალხს ხა ამდენი რამე რომ გამოუვლია უცბად ვიღაცა მოვა და პლაკატს დაუხევს წეღან განხოცებული მართლა წეღან განხოცებული ანუ რამდენიმე შეიძლება თვის განხოცებული მე აუცილებლად მოვალ აქციაზე დღესაც ვაპირებ მოსვლას და აუცილებლად მიშას ბანერი მეჭირება ერთ კარგად მაინტერესებს რას იზამენ აი მეჭირება მიშას ბანერი და რა უნდა ხან ეს ძალიან მაინტერესებს ეს რას იზამენ მიშას ბანერი რო მეჭირება ეხლა რა ვიცი ვიღაცა რო პოლიტიკურ პატიმრად თulis ვინმეს მე რო მიხაილ ზაკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად თული კი არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია ხალხო ყველაფერი რომ უნდა შევასრულოთ და შინ ევროპაშიო და ევროპელები ვართ რო იძახით ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურა ინსტიტუცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი და ამ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუცია ევროპარლამენტი რეზოლუციებში მუდმივად ცალკე პუნქტად გამოყენებს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხს და სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე ჩვენი არ მონაწილეობის მიზეზი ეს გახავთ აი ეს ქოცობა გახავთ რომ ეს ვერც სალომე ზურაბიშვილი შეელია ქოცობას სინამდვილეში და ვერც ეს ხალხი ელევა ქოცობას იმიტომ რომ ქოცობა რა არის იცით სინამდვილეში რომ არასწორად აგიქვამთ ისტორიულ პროცესს, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. ვერ აღიქვამთ მიხეილ სააკაშვილის როლს და არ ვიცი ესე რა უნდა დაგაბრმავოთ, მართლა ვერ ხვდები. გასაგებია რომ რუსულმა პროპაგანდა, არ ვიცი ხა როდესაც ხომ უნდა გამოფხიზდეს ადამიანი ამ რუსული პროპაგანდისგან, იმიტომ რომ ანუ ყველაფერს აქვს თავისი დრო. გასაგებია რომ შეიძლება შეცდი, მე თქვა თუ ჩაერთე ბრძოლაში და პროტესტში თუ ჩაერთე და თუ მიხვდი რა რეჟიმს ებრძვი და თუ მიხვდი ვინ მოგვიყვანა ხელისუფლებაში არ ვიცი, მაშინ ბოდიში მოიხადე და პლაკატს კი ნუ გვიხევ და კი ნუ გვეჭხუბები, არამედ გვერდზე დაგვიდექი და თუ კაი ბოდიში არ მოგვიხადო, გვერდზე დაგვიდექი, ბოდიში მოხდაც არ მინდა. და ეს ხალხი ესე გაბლატავდა, რომ იქით თურმე ჩვენ უნდა დაგვიხიოთ ბანერები და თურმე ჩვენ უნდა რაღაცა გვეჭხუბო, რომ რა დროს მიშაა და რაღაცა მიშა თუ არა, მიშას დრო კაცი ციხეშია და ვერ გამოდის და რეგიონალური და გეოპოლიტიკური პატიმარია და იქ ზელენსკი ითხოვს მის გათავისუფლებას სამნუს ითხოვს და ჯერ საერთოდ აზზე არ არის ეს ხალხი. უკრაინაში წარმოიდგინეთ ბრძოლის ეპიცენტრი არის რუსულ იმპერიასთან ბრძოლის და იქ ზელენსკი არის და ზელენსკის გარემოცვის წევრი იყო მაია სანდუ არის მოლდოვაში ამ ანტირუსული მოძრაობის ლიდერი და მაია სანდუს მეგობარი იყო პოლონეთში კაჩინსკი იყო ანტირუსული მოძრაობის ლიდერი და მისი მეგობარი იყო ანუ დიდი ტალღის ამ ევროპული დიდი თავისუფლების ტალღის ანტიპუტინისტური ტალღის ლიდერია და ეხლა თუ ამ ანტიპუტინისტურ მოძრაობაში რაღაცა პატარა როლს თამაშობს ამ კაცს როგორ უნდა იბრძოდე არ ვიცი შეგვიძლია არ მიცეთ ხმა კაცო არ მოგცეთ ხმა არავინ არ გავალდებულებ ისედაც ბევრი ხმა გვაქვს და ისედაც ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობა ობიექტურად ჩატარებულ არჩევნებში იქნება ლიდერი მაგრამ ეხლა ძალიან დიდი ბოდიში და თუ ჩვენ ეხლა ძალაზეა საქმე ეხლა რა ვიცი ეხლა ვისი აჯობებს მაგასაც ვნახავთ კაცო გაუნერიხიდა რომ არ ვიცი თუ ფიზიკურად ეხლა 5 კაცი მივხვალთ ერთ კაცთან და გამოიჭერთ არ ვიცი ჩვენ ყავს უფრო მეტი ამომრჩეველი და ჯერ ვისაწყობს აქციების დისკრედიტაციაა ეს იმიტომ რომ აქციებზე მდგომი აი რეალური მდგომი და რეალური მებრძოლი ხალხი არის ნაციონალიზმის მომხრეების უდიდესი ნაწილი და ამ ხალხს რას უშვებით რომ ანუ თქვენ პლაკატებს დაგიხევთ თქვენ გაგაგდებთ და მე ანუ ვერ თქვენ დარჩებით მარტო და რა გონიათ რომ ნაციონალიზმის გარეშე მათემატიკურად ან საპროტესტო ტალღით ან ელექტორალურად თქვენ ხოცების დამარცხების თავი გააქვთ მართლა იგონიათ ანუ ქვეყანას ტრობთ ხალხო იმით რომ პლაკატებს უხევთ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს აკენებთ შეურაცხყოფას ქვეყანას ტრობთ იმიტომ რომ ბიზნეს აწყობს გათიშვა დაყოფა და თუ ნაციონალიზმის მომხრეები აღარ დადგებიან აქციებზე, ეგ თქვენთვის იქნება ცუდი. ხალხი აღარ გეყოლებათ აქციებზე, ვეღარ გადაიკეტება ქუჩები და ის რომ პრობლემაა მათ შორის ხოლმე ხალხის გამოსვლით, ამით არის განპირობებული ასევე ძალიან ბევრი ნაციონალიზმის მომხრეები, რომელიც გაბრაზებულია სამართლიანად. ამიტომაც მე დღეს ძალიან ბევრმა თქვა, მეც ვაპირებ მოსვლას მიხეილ სააკაშვილის ბანერით
დღევანდელ აქციაზე და ერთი კაი კაცი იყოს, უკაცა წინ დაგვიდგეს ერთი მართლა რა. ხო და საბოლოო ჯამში მოდი რა ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ეს ხალხი ან საბოლოოდ განქოცდება და მიხვდება რა შეცდომა დაუშვეს და რა პრობლემა აქვს და ან ხა საბოლოო ჯამში დარჩებიან ქოცებს ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში კაცო რა. არავინ არ აპირებს მათთან ხელის გადასმას. ეხლა კიდევ კარგად უთმინეთ და ამ პლატფორმებზეც კიდევ დიდი ხანი ვიყავით. ჩვენი მხარეს არის ისტორიული სიმართლე და რა ვიცი რუსთაველზე არის აქცია ქალბატონო ხო თქვენ წერთ და რუსთაველზე არის აქცია მე რუსთაველზე აუცილებლად მივალ საღამოს და ჩემი მეგობრები აპირებენ მიშას ბანერის მოტანას და მეც დავდგები მათ გვერდზე მაინტერესებს ვინას გვეტყვის რაც შეეხება ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის მარტივი ამ ხალხს უნდა დაველაპარაკოთ მათ შორის აი ამ რაღაც მემარცხენეებს თუ რა ვიცი მემარჯვენეებს თუ ცენტრისტებს თუ ვინც არიან ყველა ხალხს უნდა დაველაპარაკოთ და უნდა გავიგოთ თუ არ გინდათ ხალხო რუსებთან ბრძოლა და რუსულ იმპერიასთან ბრძოლა და კრემლთან ბრძოლა მაშინ გითხარით და გვეცოდინებ რომ არ გინდათ ბრძოლა მაგრამ ჩვენ ვერ დაგვასწრებთ და ვერც აგვიგრძალოთ ამ ბრძოლას კაცო თქვენ კი არა რობოკოპები და არ ვიცი რუსული სპეცსამსახურები და რუსული არმია და რა ყველა გვებრძოდა და ყველა ცდილობდა რომ ჩვენი პარტია გაჩერებულიყო და ჩვენი მომხრეები ჩვენ მომხრეებს უარი ეთქვათ ეროვნულ მოძრაობაზე პირდაპირ მაგრამ ვერაფერი ვერ ხდეს ამიტომ ვერ თქვენ ვერ იზამთ ამიტომ შეეშვით ქოცობას, რუსეთ უმოებას შეეშვით, თუ გინდათ რომ პროევროპულ მარშებზე იაროთ მართლა და თუ გინდათ რომ მართლა პროევროპელები იყოთ და მართლა ევროპისთვის იბრძოდეთ და საქართველოსთვის იბრძოდეთ, მაშინ იმ კაცს არ უნდა დაუპირისპირდეთ, რომელსაც ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული. მიხეილ სააკაშვილის გულისხმობ, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული, ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გეყოთ, აღარ არის უკვე, ანუ არავინ აღარ აპირებს ამის გატარებას. არც გაგვიტარება რა ეხა უკვე საერთოდ ყველა ზღვარს გადახვედით წითელი ხაზი გადალახეთ თუ ებრძვით კრემლს თუ ებრძვით პუტინს ებრძოლეთ თუ ხართ ევროპის ხარეს და საქართველოს ხარეს იყავით ჩვენ ხარეს ჩვენ ხარეს და პარტიას არ გულისხმობ სიმართლეს ხარეს იყავით და სიმართლეს ხარეს ვერ იქნები როცა ადამიანს ჯერ ეხა ევროპულობის თავარი მტერი რაღაც არის რომ ვიღაცის ბანერი არ მოგწონს მიდიხარ და უხევ და ფიზიკურად ეხები აი რა ის არის რა ქვია რა მორალია რა ევროპული ეთიკის ქცევის სტანდარტია ხოცობაა ჩვეულებრივი ხო რომ აი შენ რატო ხარ ბაგაზრზე ხო ეგ ერთი მე მეორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხა რავი ევროპისკენ თუ გინდა და ხა ევროპის პოლიტიკური ერთ-ერთი ლიდერია ეს ადამიანი და თქვენ უცხოეთში არ ყოფილხართ ხალხო და ბრიუსელში და კიევში და ვარშავაში ქართველისთვის კარი იხსნება მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილს ახსენებს მართლა გეუბნებით გუწევად გეუბნებით აი ნებისმიერს კითხეთ ბრიუსელში ევროპარლამენტში რა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან რო ვიყავდა მიხეილ სააკაშვილის მათ შორის საკითხებზე ვსაუბრობდი ძალიან დიდი ინტერესი აქვს რა ამან ბუნებრივად რომ არ მეთქვა ეს არ აღზრავდა ანუ მიხეილ სააკაშვილი კარს გიღებს ევროპისკენ კარს გვიღებს ანუ დასავლეთისკენ კარს გვიღებს ანუ გჭირდებათ თუ პიროვნულ ზიზღს გინდა გადააყოლოთ ეს ქვეყანა მაშინ ასევე უნდა თქვათ რომ არ გაქვთ ეროვნული გზნობები არ შეგიძლიათ ეროვნული გზნობების ქონა არ ხართ ეს ვერ გაქვთ ეს სათანადოდ ასე ვთქვათ საქმე ისე რომ დადგეთ პირად გზნობებზე და ზიზღზე მაღლა ესეც უნდა თქვათ სამწუხარო იქნება მაგრამ გავიგებთ ხო ამიტომ თავისუფლება მიშას თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ როცა ვამბობთ თავისუფლება მიშასო, დიახ, მიშა არის აქ თავარი პოლიტიკური პარტია, მაგრამ საქართველოს რო ვიძახებ თავარი და არა და ისე თავარი რას გულისხმობს რომ ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ხარისხის პარტიარი გახოთ. ხო, ყველა პოლიტიკური პარტიარი, ყველა ვინც უბნისეზოდ არის გამოკეთილი ციხეში, ყველა რა თქმა უნდა არის პოლიტიკური პარტიარი და დაყოფა არ მოსულა, მაგრამ ეხლა როცა გეოპოლიტიკურ პარტიარზე გვაქვს საქმე და როცა კაცზე გვაქვს საქმე, რომელიც პუტინის პირადი ინტერესის გამოსვლის ციხეში არ ვიძახებ, მაშინ ისტორიას თუ ვერ ერკვევით. ისტორიული სიმართლე თუ არ იცით, ძალიან გაგიჭირდებათ რეჟიმის დამარცხება. საბჭოთა კავშირის ბუნება რო არ ცნობოდა რუსული იმპერიის ბოროტება რო არ ცოდნოდა იმას რა ქვია ზვიად გამსახურდეს და მენაპოსტავას რა დააბარცხებდნენ საბჭოთა კავშირის თუ დრაკონს და ურჩხულს ებრძვით უნდა კარგად იცოდეთ ეს ურჩხული რას წარმოადგენს საბოლოო ჯამში ამიტომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ყველაფერს გაუძელით აბასაც გაუძლებთ ყველაფერს გაუძლებთ აბსოლუტურად თქვენ კიდევ მოგიწოდებთ რომ ნუ ჩაყვებით ხოცებს ამარეში იმიტომ ეს არის ვერ განხოცების კლასიკური შემთხვევა რაც გუში ვიხილეთ მიშას ბანერი ხდება ყველგან საქართველოში მათ შორის ისტორიაში ვერ გადაწეთ თქვენ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის როლს ამიტომ მეგობრებო დღეს მე ჩემ მეგობრებთან ერთად მივალ აუცილებლად რუსთაველზე აუცილებლად დავდგები გვეჭირება მიხეილ სააკაშვილის პლაკატი და ერთ კაი ვნახოთ რას იზამენ და როგორ იზამენ ვიცი გიქდება ასე რომ ბრძოლა გამარჯვებამდე ნაციონალური მოძრაობის მომხრეების ვერაფერ ვერ უქნეს ვერც დაჭერებით ვერც ემიგრაციაში იძულებით წასულით და ეხლა ვიღაც მართლა ვერ გამონქცებული ლევაკები თუ ვინც არიან ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ ამიტომაც ხალხო ბრძოლა გამარჯვებამდე
აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაშინ როდესაც უფრო მეტი ადამიანი მათ შორის გაანალიზებს ისტორიულ სიმართლეს. ასე რომ შევხვდებით რუსთაველზე მექნება ლაივი დღეს საღამოს ასევე მიშას ბანერთან ერთად და იქიდან შეგეხმიანებით.